პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურის ცნობით ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ვიდეო კადრები, რომლის მიხედვითაც გორში ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლები დაკავების დროს ორ პირს ფიზიკურად უსწორდებიან. ნინო ფისაძე მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ნინო, ბოლო ინფორმაციას ველით შენგან. დიახ, სამართალდამცავების მიერ ნაცემი 30 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ჩვენ ახლა სამხარეო პროკურატურასთან ვიმყოფები და აქ არიან მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი. პაპუნა სად იმყოფება დაზუსტებით მათ უჭირთ ახლა საუბარი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ის არის გადაყვანილი ექსპერტიზაზე. ოჯახის წევრები დამატებით ინფორმაციას უკვე პროკურატურიდან ელოდებიან, როგორია პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯერჯერობით ამის თქმა რთულია ჩვენთვის, რადგან ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ მიეცათ შესაძლებლობა მასთან შეხვედრის. შემთხვევა დღეს გორში, დღის მეორე ნახევარში კომბინატის დასახლებაში მოხდა და ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა ადგილობრივმა ტელევიზიამ. ქართლის ამბებში გავრცელდა მომხდარის შესახებ ვიდეო კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცავები დაკავებულზე. როგორც გითხარით, ჩვენ ახლა სამხარეო პოლიციასთან ვიმყოფებით, სამხარეო უკაცრავად პროკურატურასთან ვიმყოფებით. მანამდე კი ჩვენ ვიყავით შემთხვევის ადგილზე, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ერთ-ერთ თვითმხილველს, პაპუნა ლოცულაშვილის მეგობარს, როგორც მან თქვა, ის შეეცადა გაეშველებინა და გამოეყვანა ჩხუბიდან მეგობარი, თუმცა მასაც აქვს დაზიანებები ფეხის და თავის არეში. დამატებით ჩვენ უკვე ინფორმაციას პროკურატურისგან ველოდებით. გამოძიება არის დაწყებული 323 მუხლის მესამე ნაწილით სამართალდამცავების პოლიციელების მხრიდან ძალადობით გადამეტებაზე, რაც როგორც გითხარით 323 მუხლის მეორე ნაწილია. ფეხით მიდიოდა პერიოდზე იყო სამსახურიდან და სამსახურში მიდიოდა ფეხით. თქვენ რატო ცებებოდნენ, რატო გააჩაღებას უპირებდნენ მან? არა, რატო მომეშვია, ეგ უთხრა, ეგ ლაპარაკი იყო და სიო. ის მოვიდა სუყელამსე. რა ვიცი, თავიდან თითქოს განეიტრალება მიდიოდა, ვინც მოვიდნენ სუყელამ, რა ვიცი, გამოიძახეს სუყელამ ძალა იხმარა. და ეს არ იყო და რა ვიცი, მეც ზედ იმას ვხნეს. შემთხვევით შევესწარი მეც ამ ყველაფერს და მეც დაინახეთ როგორც ვარ. ბავშვი არ მინახია, წაყვანილი იყო. ძალიან უძვირფასესი ბიჭია, მეზობელია ისა და ამის მდგომარეობა ხო ნახეთ. ფეხი ესე დალეწილი და თავში ურტყეს. პირველ ეტაპზე აუცილებელი ჩატარდეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ექსპერტიზები, გამოკითხვები. აი ეს ამ ეტაპზე ვართ ჯერ და დანარჩენს დეტალურად, როდესაც გვეცოდინება გეტყვით. ამ საავადმყოფოში არ არის გადაყვანილი. არა, ამ ეტაპზე ჩვენი ინფორმაციით არა. პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო და ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნინო ფისაძე საუბრობდა.